გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი მჭედლიშვილი, გეოგრაფი, ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი, ხოლო ეს ჩემი YouTube არხია GM Graphy, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ ფოტოგრაფიაზე, ვიდეოგრაფიაზე, ასევე ვიმოგზაურებთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც გავიცნობთ კონკრეტული ადგილების გეოგრაფიას თუ ისტორიას. პირველი ვიდეო მინდა დავიწყო უშუალოდ ჩემი ტექნიკის განხილვით და გითხრათ თუ რატომ ვიყიდე, როდის ვიყიდე, ვარ თუ არა კმაყოფილი და სხვა რა არჩევანი არსებობდა მაშინ ან არსებობს ახლა. ესე იგი, პირველ რიგში განვიხილოთ კამერა და ის ლინზა, რომელიც ახლა ამ კამერას უყენია Z. იმიტომ რომ შემდგომ ისევ ამ კამერას დავაყენებ შტატივზე, რომ ვიდეოს გადაღება გავაგრძელო ამ კამერით. კამერა მაქვს ერთი, ეს არის Sony-ს crop სეგმენტის კამერა, Sony Alpha 6600. რატომ შევარჩიე crop კამერა? იმიტომ რომ full frame-ისგან განსხვავებით, პირველ რიგში არის უფრო მსუბუქი, რაც ლაშქრობისთვის ასე მინდოდა, იმიტომ რომ ლაშქრობაში 100 გრამსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, პლუს მაგას ლინზები ღირს გაცილებით იაფი, თვითონ კამერაც ღირს გაცილებით იაფი და პლუს მაგას თვითონ კამერაც ხომ მსუბუქია და ასევე ლინზაც მსუბუქია. აი, როდესაც ლინზებზე გადავალთ, მერე ვიტყვი, აი რომ შეგადარებინოთ დაახლოებით რამდენად მსუბუქია full frame-ის ლინზებთან შედარებით crop სეგმენტის კამერის ლინზები. ესე იგი, 6600 გამოვიწერე დაახლოებით 3 წლის წინ, თუ არ ვცდები, ვიყიდე ახალი და დღემდე არანაირი პრობლემა არ შექმნია არც ტექნიკური მიმართულებით და პრინციპში ყველაფერში კმაყოფილი ვარ. იმ ყველაფერს ასრულებთ, რაც უნდა შეასრულოს. ახლა უკვე გამოსული არის 6700, სხვა შორის მე რო ვიყიდე ეს კამერა და როდესაც ჩამოვიდა, დაახლოებით 2 თვეში გამოვიდა ეს ახალი კამერა, 6600-ები გაიაფთა და 6600-ის ფასი გახდა 6700. ცოტა გული დამწყდა, მაგრამ დიდი განსხვავება რეალურად ფოტოებში არ არის. დიდი განსხვავება 6600-სა და 6700-ს შორის არის საფოკუსე სისტემაში, ну, ამასაც კარგი ფოკუსი აქვს, უბრალოდ იმას აქვს უფრო დახვეწილი ფოკუსების ცვლა. ადამიანის სახეზე, ცხოველზე, ფრინველზე, მანქანაზე და ასე შემდეგ. ამასაც აქვს ფოკუსების ცვლა ადამიანზე და ცხოველზე, ну, ცხოველში იქ პარალელურად ფრინველიც იგულისხმება, თუმცა მისი საფოკუსე სისტემა უკეთესი არის. ამის მეგაპიქსელები არის 24, მისი მეგაპიქსელები არის 26, ну, პრინციპში ეს დიდ არაფერს სხვაობას არ გვაძლევს. დიდი სხვაობა რაც არის 6600-სა და 6700-ს შორის, ეს არის ვიდეო. ვიდეოში ეს იღებს ჩვეულებრივ 8 ბიტს, ხოლო 6700-ს აქვს უკვე 10 ბიტი ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია. ეხლა ვისაუბროთ იმ ლინზაზე, რომელიც ამას ზედ უკეთია. როგორც უკვე გითხარით, შემდგომ ამ კამერას დავდებ და ისევ ამ კამერით გადაღებულ ვიდეოს განახებ. ლინზა ეს არის Sony Zeiss, ანუ Sony-ს და Carl Zeiss-ის ერთობლივი პროექტი, როდესაც ლინზას აწერია Sony, აი აქ ხუბსეც არ ვიცი რამდენად ხედავთ, აწერია Sony, ხოლო გვერდიდან აწერია Zeiss. ანუ ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს ისეთ რამეს, რომ თვითონ შუშები, რაც არის გამოყენებული, არის Zeiss-ის ფირმის. ხოლო დანარჩენი ტექნოლოგიები არის Sony-ს, მაგალითად საფოკუსე სისტემა და ასე შემდეგ, ხომ? შეიძლება zoom სისტემაც იყოს გამოყენებული. პრინციპში ეს ლინზა საკმაოდ კარგია, ასევე გამომადგა. ეს არის 55 მმ და არის გათვლილი full frame-ზე. არ არის გათვლილი crop-ზე, უпростоრედ full frame-ის არის და რადგან full frame-ის არის, ერგება crop-საც. crop-ის ლინზა მაგალითად full frame-ზე იცით რომ არ მოერგება. ანუ უпростоრედ თვითონ ბაიონეტი მოერგება, მაგრამ ვერ გადაიღებთ ფოტოს. თუ არ გადაიყვანთ full frame-ის სენსორსაც crop სენსორზე და crop სენსორით არ გააგრძელებთ გადაღებას, რაც ну მაშინ რაღაცომ გვაქვს full frame სენსორიანი კამერა, ხო, თუ crop-ით ვიღებთ. შესაბამისად, ეხლა რატომ გადავწყვიტე ამ ლინზის ყიდვა და რა ვარიანტები მქონდა? მეორე ვარიანტად განვიხილავდი 56 მმ-იან Sigma-ს ლინზას, მართალია მისი დიაფრაგმა არის 1 და 4, ხოლო ამისი 1 და 8, მაგრამ ის არის მხოლოდ crop კამერებზე გათვლილი, ხოლო ეს არის, როგორც უკვე ვთქვი, full frame-ზეც. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობ ჯერ კიდევ რომ მომავალში full frame კამერებზეც შეიძლება გადავიდე, ბარემ ვიყიდე ისეთი ლინზა, რომელიც ორივე კამერაზე გამომადგებოდა. პრინციპში ძალიან კარგი ლინზაა. ვიტყვი რომ არ შემცდარ იმით რომ ეს ლინზა ავირჩიე, იმიტომ რომ იძლევა საოცარ ფერებს. და პლუს ამას დაბალ განათებაში გადაღების დროს მართალია
ამის დიაფრაგმა არის 1 და 8, თუმცა ტ-დაფარო აქვს, ანუ ზეისის შუშები გამოირჩევა ამით, რომ ეგრეთ წოდებული ტ-დაფარო აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ არეკლა აქვს ნაკლები და რეალურად უფრო მეტი შუქი შედის სენსორზე, ვიდრე სხვა ლინზით, რომელსაც აქვს ასევე 1 და 8 დიაფრაგმა. ანუ თუ თქვენ აიღებთ პირობითად რომელიმე მაგალითად ტამროლის ლინზას, რომელსაც აქვს 1 და 8 დიაფრაგმა და აიღებთ ზეისის ლინზას, რომელსაც ასევე 1 და 8 დიაფრაგმა გაქვთ, ერთი და იგივე განათების პირობებში, ერთი და იგივე შათერით, ზეისზე დაგჭირდებათ ნაკლები ISO, ხოლო სხვა ლინზაზე დაგჭირდებათ მეტი, იმიტომ რომ აი ეს შეუშვებს მეტ შუქს. ესე იგი, დაუბრუნდა ჩემი კამერა თავის ადგილს და მოდით განვაგრძოთ ლინზებით. პირველი ლინზა, რომელიც მინდა განვიხილო, ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი და ყველაზე ხშირად გამოყენებადი ლინზა, Tamron 17-70 მმ-ზე 2 და 8 დიაფრაგმით. თავიდან სანამ Alpha 6600-ს ვიყიდი, მქონდა 6000, რომელსაც ეკეთა კიტ ლინზა 16-50 მმ-ზე, დიაფრაგმა მისი არის თუ არ ვცდები 3.5-5.6-ზე და პირველ რიგში გადავწყვიტე, რომ სანამ კამერას შევცვლიდი, შემეცვალა ლინზა. და რა არჩევნები არსებობდა მაშინ. მაშინ არ არსებობდა ის ლინზა, რომელიც დღეს არსებობს, ეს არის Sigma-ს ლინზა 18 მმ 50 მმ-ზე 2 და 8 დიაფრაგმით. ანუ დაახლოებით გავს ამ ლინზას, ესე იგი არის ცვლადი ზუმით და აქვს 2 და 8 დიაფრაგმა. წონაში არის Tamron-ზე უფრო მსუბუქი, თუმცა მაშინაც რომ ყოფილიყო ის ლინზა, მე ალბათ მაინც ამ ლინზაზე გავაკეთებდი არჩევანს, იმიტომ რომ ზუმის დიაპაზონი ამას გაცილებით დიდი აქვს. წარმოიდგინეთ 18-50 მმ-ზე, ხოლო ეს არის 17-70 მმ-ზე. შესაბამისად, მოდით Sigma-ს ლინზა აღარ განვიხილოთ და გადავიდეთ 4 წლის წინ რა არჩევანი მქონდა მე და რატომ ავირჩიე კონკრეტულად Tamron-ი. ესე იგი, მე დავდიოდი და დავდივარ ლაშქრობებში, შესაბამისად, ფიქს ლინზები არ მაწყობდა, იმიტომ რომ მჭირდებოდა ერთი კონკრეტული ლინზა, რომელიც იქნებოდა მაქსიმალურად ყველაფრის მომცველი, ну, რა თქმა უნდა, ყველაფრის მომცველი ლინზები არ არსებობს, მაგრამ მაინც. და მქონდა შემდეგი არჩევანი. პირველი ლინზა, რომელიც შეიძლებოდა რომ მაშინ მეყიდა, ეს იყო თვითონ Sony-ს ლინზა, არის ასეთი ლინზა 16-55 მმ-ზე 2 და 8 დიაფრაგმით, თუმცა ის განხილვიდან ეგრევე მოუხსენი, იმიტომ რომ ჯერ ერთი მისი ფასი არის კატასტროფულად ძვირი, $1400 ღირდა მაშინ და მე მგონი დღესაც ასე ღირს და ასევე მას არ აქვს სტაბილიზაცია. როგორც უკვე გითხარით, მაშინ მე მქონდა Sony Alpha 6000, Alpha 6000 სენსორი სტაბილიზაცია არ აქვს, განსხვავებით 6600-ისგან. შესაბამისად, მე რომ მქონოდა კამერაც და ლინზაც ისეთი, რომელსაც არც ერთს არ აქვს სტაბილიზაცია, თან მოგეხსენებათ ლაშქრობა ეს არის ფიზიკური დატვირთვა, რა დროსაც ხშირ შემთხვევაში ხელების კანკალი არსებობს, ასე ვთქვა, და არ არის გამონაკლისი ასეთი შემთხვევები და მჭირდებოდა მე ლინზა, რომელსაც ექნებოდა თავისი სტაბილიზაცია. მაშასე, Sony მოხსენით კონკურენციიდან. ეხლა კიდევ რა ლინზები მონაწილეობდნენ კონკურენციაში. ერთ-ერთი ლინზა, რომელზეც ასევე ვფიქრობდი, რომ შემეძინა, იყო, აი როგორც წეგან გითხარით, Sony-ს და Zeiss-ის ერთობლივი პროექტი არსებობს, ასეთი 16-70 მმ-ზე, უბრალოდ მისი დიაფრაგმა არის 4 და 0. ეს არის 17-70 მმ-ზე, ხოლო ამის დიაფრაგმა არის 2 და 8. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვეძებდი მეტნაკლებად უნივერსალურ ლინზას, ანუ ერთი ის, რომ ლაშქრობაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იღებ ლანდშაფტს, მაგრამ პარალელურად იქ მეგობრები, სხვა ადამიანები, ანუ მინდოდა რომ ცოტა პორტრეტებიც გადამეღო. მოგეხსენებათ, რომ პორტრეტებისთვის დიაფრაგმა, რაც უფრო ფართე არის, მით უფრო უკეთ ბლარავს ფონს და შესაბამისად 4-იან დიაფრაგმას ვამჯობინე 2 და 8. ანუ ეს იყო ის მიზეზი, რაც ამ ლინზასა და Sony Zeiss-ის ერთობლივი პროექტის ლინზას შორის გამაკეთებინა კონკრეტულად ამ ლინზაზე არჩევანი. არ ვიცი, შეიძლება ფერებით ის უკეთესია, თუმცა ამ ლინზას არაფერს არ ვუწუნებ, მაგრამ მაინც. ასევე კიდევ ერთი ვარიანტი, რასაც განვიხილავდი, მაგრამ მასზე არ შევაჩერე დიდად ყურადღება საბოლოო ჯამში, ეს იყო ისევ Sony-ს ლინზა, ეს არის 18-105 მმ-ზე 4-იანი დიაფრაგმით. მართალია ზუმ დიაპაზონი ამ ლინზაზე მეტი აქვს, რაც ძალიან მომხიბვლელად ჟღერდა, მაგრამ ისევ და ისევ დიაფრაგმა იყო 4, მაგრამ პლუს ამას
იმ ლინზას არ აქვს იმდენად კარგი გამოსახულება, რამდენად კარგი გამოსახულებაც აქვს თუნდაც ამ ლინზას. ანუ მისი გამოსახულება დიდად არ განსხვავდება კიტ ლინზებისაგან, რომლებიც მოყვება, ანუ საუბარი მაქვს 16-50 მმ-იან ლინზაზე. შესაბამისად, ხარისხიდან გამომდინარე, პლუს დიაფრაგმიდან გამომდინარე, პლუს ასე ვთქვათ, სტაბილიზაციიდან გამომდინარე, არჩევანი გავაკეთე ამ ლინზაზე და სიმართლე გითხრათ, არასდროს მინანია. ეხლა რაც შეეხება ამ ლინზის ანალოგს full frame კამერებისთვის. წეგან გითხარით, რომ full frame კამერა იმიტომ არ ავარჩიე, რომ წონას ვაქცევდი პირველ რიგში ყურადღებას, ნუ მეორე რიგში რა თქმა უნდა ფასს, მაგრამ მოდით აი ფასი მოვიტოვოთ უკან და მხოლოდ წონაზე ვისაუბროთ. ამის ანალოგი full frame-ში არსებობს Sigma-ს ლინზა, ეს არის 28 მმ 105-ზე 2.8 დიაფრაგმით. ნუ ფართეკუთხე ამას უფრო ფართი აქვს, ანუ 17 მმ კროპზე ეს იგივეა, რაც full frame-ზე 25.5 მმ. ანუ ეს არის ოდნავ უფრო ფართე ლინზა ვიდრე ის. და პლუს ამის წონა არის 525 გრამი მხოლოდ, ხოლო იმ Sigma-ს წონა არის დაახლოებით 1 კილო, 990 გრამი. ნუ შესაბამისად, თქვენვე უკვე ხვდებით, რამხელა განსხვავება არის ლინზებს შორისაც. და თუ არჩევანს ვაკეთებთ სიმსუბუქეზე, რა თქმა უნდა, გვირჩევნია კროპი კამერა ვიყიდოთ და კროპი ლინზები დავაყენოთ. უბრალოდ აქაც უნდა განსაზღვროთ, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სიმსუბუქე, ხო? როგორც უკვე ვთქვი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იმიტომ იყო, რომ დავდივარ ლაშქრობებში, მაგრამ ნუ მაგალითად რო ვიყო ჩვეულებრივ მოგზაური, ბევრი სიარული არ მიწევდეს, რა ვიცი, დღეში მაქსიმუმ 5 კილომეტრის გავლა თუნდაც მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, წონას იმდენად დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. თუმცა მაგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ მაინც კროპზე გამეკეთებინა არჩევანი, უკვე ამ შემთხვევაში ფასიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ფასებიც საკმაოდ განსხვავდება. მაშასე, მოდით ეს ლინზა დავაბრუნოთ თავის ადგილზე და მოვიდა მძიმე არტილერიის ჯერი. მძიმე არტილერია, ანუ ტელეფოტო ლინზა. ეს არის Sony-ს ლინზა. G კლასის ლინზა, G აწერია აქ, არ ვიცი ხედავთ თუ არა. ეს არის 70-350-ზე, ანუ full frame-ზე რო გადავიყვანოთ, ეს არის 105-525 მმ-ზე. ნუ დიაფრაგმა ამას ცვლადი აქვს, რა თქმა უნდა, ანუ როდესაც მსგავსი zoom დიაპაზონის მქონე ტელეფოტო ლინზას ყიდულობთ, არ მახსენდება სიმართლე გითხრათ ლინზა, რომელსაც არ ქონდეს ცვლადი დიაფრაგმა, ანუ ქონდეს რაღაც მუდმივად სტაბილური მაგალითად f4. არ მახსენდება ასეთი ლინზა, შეიძლება არსებობს, არ ვიცი. მოკლედ, ეს ლინზა არის საკმაოდ კარგი თავის კლასში და Sony-ს კროპ სეგმენტში არის ალბათ უკონკურენტო, ნუ არსებობს Tamron-ის ლინზა full frame-ისთვის, ის არის 70-300 მმ-ზე, თუმცა ხარისხი რომ შევადაროთ, ანუ full frame-ი არის, შეგვიძლია დავაყენოთ კროპზეც და full frame-ზეც ამითი, რა თქმა უნდა, ამ ლინზას ჯობნის, თუმცა ხარისხი რომ შევადაროთ ერთმანეთს, ეს გაცილებით მკვეთრი ლინზაა ვიდრე ის. მაგრამ ეხლა რა პრობლემას გადავაწყდი? პრობლემას გადავაწყდი იმას, რომ თითქმის ვერაფერში ვერ ვიყენებ. ეხლა რაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს ლინზა? რა თქმა უნდა, შორია ობიექტების გადასაღებად, ფრინველების გადასაღებად, ცხოველების გადასაღებად და ასევე ისეთი ფოტოების გადასაღებად, როგორ ფოტოებსაც იღებს ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ფოტოგრაფი შერმაზანა. ანუ, როდესაც ჩვენ გვაქვს დიდი zoom დიაპაზონი, ჩვენ შეგვიძლია გადავიღოთ ისეთი ფოტო, სადაც თითქოს ზომები შეუსაბამოა ერთმანეთთან. ანუ, თითქოს მაგალითად ტაძრის გუმბათის და მთვარის ზომა შეუსაბამოა ერთმანეთთან და ხალხს გონია, რომ ასეთი ფოტოები არის Photoshop-ი. თუმცა არა, მეგობრებო, ეს არის დიდი ზუმის დამსახურება და მომავალში ალბათ მომეცემა საშუალება, რომ ეს ლინზა თავისი მაქსიმალური შესაძლებლობებით გამოვიყენო და ჩავწერ პატარა ვიდეოს იმის ახსნის, თუ როგორ უნდა მივიღოთ ეს სასწაული ფოტოები, ასე ვთქვათ, სადაც გვაბრალებენ Photoshop-ობას. არა და Photoshop-ი არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ესე იგი, ამ ლინზას აქვს აქ ღილაკები, ეს არის autofocus-ი, manual focus-ის გადამრთმელი, ეს არის სტაბილიზაციის ჩამრთველი გამომრთველი, ეს არის მრავალფუნქციური ღილაკი. აქვს საკმაოდ ესეთი მყარი ზუმი, ანუ ცოტა ესეთი მყარია და რთულად მოძრაობს, მაგრამ
პრინციპში საკმაოდ კარგია. აქვს თავისი ჩამკეტავი ღილაკი, რომელიც კეტავს ზუმს და აღარ ტრიალებს. მაშ ასე ეს იყო ძიმე არტილერია, გადავდოთ გვერდით და მოდით გადავიდეთ უკვე ის რაც შემდგომში ვიყიდე, რამაც გააუმჯობესა ჩემი ფოტო-ვიდეო შესაძლებლობები, ეს არის დრონი. ეხლა დრონი. დრონზეც იგივე სიტუაცია მქონდა, უნდა მეყიდა მსუბუქი დრონი მაქსიმალურად, რომელიც გამომადგებოდა ლაშქრობებში. ეს დრონი გახლავთ DJI Mini 4 Pro. საკმაოდ კარგი დრონია, თუმცა მისი სენსორი არის ძალიან პატარა, რის გამოც ვიდეოს ხარისხი ჩამოუვარდება იგივე Air-ს, იგივე Mavic-ებს. შესაბამისად არ ვიცი, თუ გინდათ რომ შეიძინოთ მაქსიმალურად პატარა დრონი, რა თქმა უნდა, კარგი დრონია, გამომდგარი დრონია და რაც თავარია არის ახალი და შესაბამისად მას აქვს ძალიან ბევრი სენსორი და ძალიან ბევრი უსაფრთხოების სისტემა. ანუ მაგალითად თუ კი Mavic 2-ით გადავიღებთ საკმაოდ კარგი ხარისხის ვიდეოს, მას არ აქვს იმდენი უსაფრთხოების სისტემა, იმის გამო რომ ძველი დრონი არის, ამისგან განსხვავებით. რამდენად კმაყოფილი ვარ ამ დრონით? ცოტა საკამათოა. კი, კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა. წონიდან გამომდინარე, ზომიდან გამომდინარე, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ ვიდეო აქვს 10 ბიტი, ესეც საკმაოდ კარგი მონაცემია. საკმაოდ შორსაც მიდის, არ აქვს პრობლემა დაჭერაზე სიგნალის. თუმცა ხო, უკეთეს ხარისხს ვისურვებდი ვიდეოებზე, ფოტოებშიც, ამიტომ არ ვიცი, გირჩიოთ თუ არა ამ დრონის ყიდვა. პლუს კიდევ ერთი პლუსი რაც აქვს ამ დრონს, ეს არის მისი წონა, ანუ ისევ იგივე წონასთან ბრუნდებით, უბრალოდ ეხა სხვა მიმართულებით მინდა წონაზე გითხრათ. ანუ ეს თავისი სტანდარტული ელემენტით არის 259 გრამი. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ესეთი კანონმდებლობა, რომ თუ კი დრონის წონა აღემატება 250 გრამს, დრონს საბაჟოზე არ შეგატანინებენ. ეს ქვეყნები არის, თუ არ ვცდები, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მოქმედებს ეს კანონმდებლობა, თუ არ ვცდები, თურქეთშიც მოქმედებს ეს კანონმდებლობა. მარტივად რომ ვთქვათ, ცოტა ისეთ მილიტარისტულ ქვეყნებში, იქიდან გამომდინარე, რომ დრონი სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს, მოდი ესე ვთქვათ, არის ეგ შეზღუდვა. პულტი არის RS2 თავისი ეკრანით, რომელსაც შემდგომ უყიდე ესეთი ხუფი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს თემუდან გამოწერილი ხუფი არის 17 ლარად. იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს რაღაც საშინელი პატარა ღილაკები, რომელიც ამის უკანიდება, ყოველ წამში უნდა მომეხსნა, მერე გამეკეთებინა, არსებობდა იმის შანსი, რომ დამეკარგა, ან სიცივეში ხელი მიკანკალებდა და ასე შემდეგ. და ძალიან კარგი დამატება არის რა. პლუს ამას შეგიძლიათ მოუჩრდილოთ, ხა თუ ძალიან ისე მზე ანათებს, ძალიან მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ მოუჩრდილოთ კიდეც. პლუს მაქვს კიდევ ერთი დამატებითი ელემენტი, ორი ელემენტი მაქვს, არ მაქვს სამი და ან მეტი. არ ვიცი, ორი ელემენტი პრინციპში მყოფნის. ყოფილა სიტუაციები მესამე მინატრია, მაგრამ არც ისე ხშირად. კიდევ ერთი რაც მინდა გაჩვენოთ, ეს არის ND ფილტრები. ND ფილტრები დრონისთვის, აქ არის ესე იგი ND16, ND64, ND256. აი 256 არასდროს გამომიყენებია. 16-ს ხშირად ვიყენებ, თითქმის ყოველთვის 16-ს ვიყენებ, 64-იც, იშვიათად, მაგრამ გამომიყენებია. 256 ეს გამოდგება ალბათ არა, ნამდვილად ამისთვის გამოდგება, როდესაც დიდ დაყოვნებას ვიყენებთ, მაგალითად, ჩანჩქერს როცა ვიღებთ, ან მდინარეს და გვინდა რომ კონდეს აი ესეთი ძაფებივით ფორმა ამ ჩანჩქერს და მდინარეს. კარგი, დავაბრუნოთ ეს თავის ადგილზე და გადავიდეთ შემდგომ ტექნიკაზე. შემდგომი ტექნიკა, რაც არის, ეს არის action კამერა. ეს არის DJI-ის action კამერა 5 Pro, ბოლო გამოშვება, თავის სტილში, რომელსაც მოყვა ასეთი
რა ქვია მას, selfies ჯოხი, არა მარტო selfies ისედაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. და თავისი ელემენტების ჩასადები кейსი 3 ელემენტით. მოყვარა, ესეთი კომპლექტაცია ვიყიდე არსებობს, ისეთი კომპლექტაცია, როდესაც მხოლოდ ერთ ელემენტს ყიდულობთ და მხოლოდ action კამერას. მაგრამ რა თქმა უნდა, ბარემ მთლიანი კომპლექტაცია იყიდოთ ჯობია. წეღან როდესაც კამერას ვიღებდი, ამით იყო ვიდეო გადაღებული. შედარებით დაბალი განათება, ეხლა ალბათ თქვენც ხედავთ, რომ სტუდიაშიც არ ვარ, სახლში ვიღებ ვიდეოს, განათებაც არ მაქვს იდეალურ მდგომარეობაში და არ ვიცი როგორი ხარისხი გამოვიდა, სიმართლე გითხრათ, არ მაქვს იმედი, რომ რაღაც ძალიან კაი ხარისხი ექნებოდა. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის არც სტუდიაში და არც ოთახში გადასაღები კამერა, action კამერა, გარე სივრცეში უნდა გადაიღოთ. ხო, თქვათ, რატო შევარჩერე არჩევანი DJI-ზე და არა მაგალითად GoPro-ზე. GoPro 13, Hero 13 არის თუ არ ვცდები ბოლო მოდელი, GoPro-მ რაც გამოუშვა და ამასა და GoPro შორის მთავარი სხვაობა არის ის, რომ ამას უფრო დიდი სენსორი აქვს. ეს არის 1 ინჩი შეფარდებული 1.3 ინჩთან. ხოლო GoPro-ი არის 1 ინჩი შეფარდებული 1.7 ინჩთან. შესაბამისად, ამისი უფრო ფართე სენსორია, პლუს ფასით ღირს მარტო ეს action კამერა 1 ელემენტით, ფასით ღირს თუ არ ვცდები $50 უფრო იაფი. და პლუს კიდევ ერთი დამატებითი პლუსი, რაც ამას აქვს GoPro-სთან შედარებით, ეს არის შიდა მეხსიერება. შიდა მეხსიერება აქვს დაახლოებით 50 გიგაბაიტამდე თუ არ ვცდები, ეხლა ზეპირად არ მახსოვს, შეიძლება შევცდე. კარგით, გადავდოთ, ამითი ის ტექნიკა მორჩა, რაც იღებს, ეხლა რაც ხმას იწერს. ერთი აქ მიკეთია, ალბათ შეამჩნევდით, მეორე აქ მიდევს, მესამე უკეთია თვითონ კამერას, რომ შიგნით შევიდეს ხმა, ეს არის Rode-ის პეტლიჩკები. Rode Wireless Go 2. სტანდარტული პეტლიჩკა არის, ძალიან ცნობილი, საკმაოდ კარგი პეტლიჩკა არის, არაფერს არ ვუწუნებ. ხო, არ ვიცი პეტლიჩკას ქართულად რა ქვია, ამიტომ ეს მაპატიეთ. ხმის ჩამწერი, მოდით ესე ვთქვათ. შიდა ხმის ჩაწერა იმ ფორმატზე, რა ფორმატზეც მე მაქვს ეხლა დაყენებული, აქვს 7 საათი, თუმცა შეიძლება უფრო დაბალ ფორმატზე დააყენოთ, დაბალი ხარისხის ფორმატზე და თუ არ ვცდები 24 საათამდე იზრდება მისი შიდა ჩაწერის მოცულობა. რა თქმა უნდა, თუ კამერაზე გაქვთ შეერთებული, შეგიძლიათ შიდა ჩაწერა არც ჩართოთ. თუმცა მე ყოველთვის ჩართული მაქვს და ვაზღვევ ერთმანეთს, აქაც ვინახავ ხმას და რა თქმა უნდა, კამერაშიც იწერება ახლა ხმა. კარგით, ეს რაც შეეხება პეტლიჩკებს და გადავედით ჩემ სუსტ წერტილებზე, ეს არის ND ფილტრები. მოგეხსენებათ ND ფილტრები, ვისაც მოგეხსენებათ ND ფილტრები გამოიყენება უფრო მეტად ვიდეო გადაღებისთვის და არა მარტო ვიდეო გადაღებისთვის, ფოტოგრაფიისთვისაც. ფოტოგრაფიის შემთხვევაში ჭირდება მაშინ, როდესაც გვინდა რომ გამოვიყენოთ დაბალი შათერი, მაგალითად ჩანჩქერების გადაღების დროს, ამ დინარის გადაღების დროს და ასე შემდგომ, გასწავლით სხვადასხვა ხრიკებს მომდევნო ვიდეოებში. ND ფილტრი გვადგება, რომ მივიღოთ არასტანდარტული ფოტო. როდესაც ფოტო არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ აღვიქვავთ, ჩვენ რო რაღაცას თვალით ვუყურებთ და ზუსტად იგივე არ არის და რაღაც განსხვავებული არის, ყოველთვის ასეთი ფოტოები მოსწონს ხალხს. იგივე წეღან რომ მოახსენე, როდესაც ციური ობიექტი თითქოს არ შეესაბამება მაგალითად ტაძრის გუმბათს, ხო? ჩვენი თვალი მასე ვერ ხედავს, მაგრამ ფოტოში შეგვიძლია რომ ისე გადავიღოთ ფოტო, რომ მივიღოთ მსგავსი გამოსახულება. შესაბამისად, ჩანჩქერების შემთხვევაშიც, ამ დინარის შემთხვევაშიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი გამოსახულება, როგორც რეალურად მას არ აქვს. ეს მიიღწევა გრძელი დიდი შათერით და ND ფილტრით. ND ფილტრი, რომელიც აბნელებს, ვინც არ იცით, ეს არის მზის სათვალე, ასე ვთქვათ, ლინზისთვის, რომელიც აბნელებს გამოსახულებას. და შესაბამისად, ჩაბნელებულ გამოსახულებაზე ვიყენებ დიდ შათერს. ხო, რომელი ND ფილტრები მაქვს მე და რატომ თქვი, რომ ეს არის ჩემი სუსტი წერტილი. 67 მმ დიამეტრი აქვს აი ამ ჩემ Tamron's. შესაბამისად, მისთვის ვიყიდე KF კონცეფციის ფილტრი, ეს არის 2.400-ზე ND.
რომელიც მოდით პირდაპირ თქვათ, არ არის კარგი ფილტრი. მაგრამ ჰოი უბედურება, მეორე ფილტრი ვიყიდე უკვე იმ ლინზისთვის, რომელიც ახლა კამერას უყენია და მე მიღებს, Sony Zeiss-ის ლინზისთვის, 59 მმ დიამეტრის მქონე, ეს არის უსახელო ფილტრი, თემუდან გამოწერილი 40 ლარად, რომელიც KF კონცეფციაზე უარესია და რაში გამოიხატება მისი უარესობა. უარესობა გამოიხატება იმაში, რომ ლინზა კარგავს სიმკვეთრეს. თავიდან ამას ვიყენებდი ვიდეოების გადასაღებად და ვიდეოში სიმართლე ვთქვათ, ძალიან დიდი სიმკვეთრე არც არის საჭირო, მაგრამ ერთხელ, როდესაც პირველად გამოვიყენე ფოტოს გადასაღებად, ეს იყო ზამთარი, კოჯორში ვიყავით ასულები მე და ჩემი მეგობრები და მინდოდა პორტრეტების გადაღება. მოგეხსენებათ, პორტრეტებისთვის ვიყენებთ მაქსიმალურად გახსნილ დიაფრაგმას, ანუ ჩემ ლინზას აქვს 1 და 8, მაგრამ თოვლში, მზეში იმხელა შუქი შემოდიოდა ამ ლინზაში, რომ ISO მქონდა დაყენებული 50-ზე, შათერი მაქსიმალური რაც ჩემ კამერას აქვს, ეს არის 1/4000 და როდესაც დიაფრაგმა მქონდა 1 და 8-ზე, ვიღებდი მაინც გადანათებულ ფოტოებს. შესაბამისად, ან დიაფრაგმა უნდა ჩამეკეტა, ან უნდა გამომეყენებინა ეს ვაჟბატონი. გადავწყვიტე, რომ გამომეყენებინა ეს ვაჟბატონი და მივიღე ესეთი რამ. როდესაც ფოკუსი კეთდება თვალზე და ფოტო არის ახლოდან გადაღებული წესით, კარგი ლინზის შემთხვევაში, თვალს აქვს ჭრილები, ხო, ყველა ვიცით და აი ეს ჭრილები მეტნაკლებად მაინც გამოკვეთილი უნდა იყოს. ხოლო ამ ვაჟბატონის მორგების შემდგომ ეგ ჭრილები გადაიბლარა. ანუ ფოტომ დაკარგა სიმკვეთრე. შესაბამისად, არავის არ გირჩევთ ამის ყიდვას და ზოგადად ჩავწერ, ერთ ვიდეოს ჩავწერ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ ND ფილტრები და რა ხრიკი უნდა გამოიყენოთ იმისთვის, რომ არ ძალიან ძვირი დაგიჯდეთ, მოგეხსენებათ ესენი, იმიტომ ვიყიდე, რომ ორივე იაფი იყო, მაგრამ არ ძალიან ძვირი დაგიჯდეთ, ძვირი დაგიჯდება თუ კარგი სყიდვა გინდათ, მაგრამ არა იმდენად ძვირი, რამდენადაც შეიძლება ამ ხრიკის გარეშე მოგიწიოთ ყიდვა. კიდევ ერთი ტექნიკა, რომელიც მაქვს და ამ ვიდეოში სამწუხაროდ ვერ გაჩვენებთ, ეს არის ჩემი შტატივი. ვერ გაჩვენებთ მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ახლა კამერა დევს ამ შტატივზე და შტატივიც არის KF კონცეფციის. ეს შტატივი, ვიზუალურად ძალიან ლამაზია და როდესაც ამოვიღებ ხოლმე ჩანთიდან ყველა გიждდება და გონია რომ არის ძალიან ძვირფასი, არ არის ძალიან ძვირფასი, შედარებით იაფიანი შტატივი არის, მაგრამ რატომ გადავწყვიტე მისი ყიდვა? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს იყო ფასი და მეორე, ისევ და ისევ დავდივარ ლაშქრობებში, მაგალითად, ტობაზეც მქონდა ეს შტატივი წაღებული, ტობაზე მოგეხსენებათ არის წესით 5 დღიანი ბილიკია, ჩვენ 3 დღეში ვნახეთ მეგობრებმა, მაგრამ გვინდა რომ მაქსიმალურად მსუბუქი წონით ვიაროთ ლაშქრობებში და შესაბამისად ამ შტატივის წონა არის თუ არ ვცდები კილო და 800 გრამი. კილო და 800 გრამი სხვა შტატივებთან შედარებით არის საკმაოდ მსუბუქი. თვითონ შტატივს დიდად არაფერს არ ვერჩი, არის საკმაოდ მრავალფუნქციური, თუმცა მისი მთავარი პლუსი რომ არის წონა, ასევე მისი მთავარი მინუსიც არის წონა. ოდნავ ძლიერ სიოზეც ეს შტატივი თუ ცოტა დიდი ლინზა გვიყენია კამერაზე, მოძრაობს და დიდ შათერს ვეღარ ვიყენებ ხოლმე, მაგრამ რა ვქნათ, მსხვერპლს მოითხოვს ის რომ გქონდეს მსუბუქი აღჭურვილობა. ამიტომ პრინციპში გირჩევთ მაგ შტატივის ყიდვას, ვისაც ლაშქრობებისთვის გჭირდებათ და ვისაც გჭირდებათ მსუბუქი წონისთვის. სულ ეს იყო ჩემი პირველი ვიდეო. იმედია ის გამოცდილება, რაც მე მაქვს და რაც გაგიზიარეთ, გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. არხი აუცილებლად გამოიწერეთ, იმის და მიუხედავად მოგეწონათ თუ არა ეს ვიდეო, იმიტომ რომ მომავალში შემოგთავაზებთ სხვანაირ კონტენტსაც, რომელიც არის დაკავშირებული მოგზაურობასთან და ასევე ფოტოგრაფიასთან და ვიდეოგრაფიასთან დაკავშირებით უფრო პრაქტიკულ რჩევებსაც მოგცემთ, განვიხილავთ სხვადასხვა ხრიკებს. როგორც უკვე გითხარით, მაგალითად ND ფილტრების შეძენას განვიხილავთ, როგორც უკვე გითხარით, განვიხილავთ, როგორ გამოვიყენოთ დიდი ზუმ ობიექტივი, ტელეფოტო ობიექტივი და კიდევ სხვადასხვა ხრიკებს. შეხვედრამდე.